გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები დუმილს ინარჩუნებენ, არც ერთი სიტყვა, არც ერთი საგამოძიებო უწყების მხრიდან ჩვენ არ მოგვისმენია, არც პროკურატურისგან და არც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გვიხილავს განცხადება. პირველების ინფორმაციით პროკურატურამ სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა ეს საქმე გამოსაძიებლად. კადრები, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა, არის დანაშაულის მტკიცებული და ზედაპირზე არის შეიძლება ითქვას ყველა ის მტკიცებულება, რის საფუძველზეც გამოძიება უნდა დაიწყოს ძალოვანმა უწყებამ. ამ კადრებში მინიმუმ 2 ადამიანის იდენტიფიცირება არის შესაძლებელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ნების შემთხვევაში დღესვე რამდენიმე საათში შეუძლია გამოკითხვაზე დაიბაროს ეს ადამიანები და შემდეგ უკვე გავიდეს სხვა თავდამსხმელებზეც, რადგან ჩვენი ინფორმაციით მინიმუმ 10 ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმაში. საქართველოს პრეზიდენტის ადვოკატი ითხოვს, რომ ამოღებული იყოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შიდა და გარე სათვალთვალო კამერები, რადგან დანაშაულის ამსახველი კადრები სწორედ ამ კამერების ჩანაწერებში ინახება და ყველა თავდამსხმელის იდენტიფიცირება კამერების ამოღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება. თავდასხმის მომენტი არის დაფიქსირებული როგორც შიდა პერიმეტრის ვიდეო კამერებზე, ასევე გარე პერიმეტრზე. ეს კამერები არის ამოსაღები, რაც შეიძლება სწრაფად. არანაირი არგუმენტი არ მიიღება, არ მივიღებთ არანაირ განმარტებას. ამიტომ არა ამოსაღებია და ეს ვიდეო მასალა, სადაც აღბეჭდილი იქნება თავდამსხმელთა ყველა მონაწილე და მათ ვინაობის იდენტიფიცირება შესაძლებელია. ამ გზით ეს უნდა მოხდეს სწრაფად. რაც შეეხება იმ ვიდეოს ნაწილი, რომელიც გავრცელდა და გადაღებულია პრეზიდენტის თანმხლები პირის მიერ, იქ იმ ვიდეოში შესაძლებელია იოლად რამდენიმე ადამიანის იდენტიფიცირება, 2-3 მინიმუმ, შესაძლებელია მეტიც. მით უფრო ეხა პრაქტიკა ვიცით როგორ ადგენენ უბრალოდ ერთი თითაც კი სახის პიროვნებას, ამიტომ ამ ტექნიკის გამოყენებით, რაც აქვს შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს, მეტი ადამიანის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია. ყველა ამ ადამიანის იდენტიფიცირება საჭიროა. ისინი მერე ალბათ დაასახელებენ, ვინ დაუკვეთა მათ ეს ორგანიზებული თავდასხმა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი თავდასხმის შემდეგ ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მოქალაქეების საკუთარ პოზიციას და ბრას აფიქსირებენ კვერცხების სროლითა და ლანძღვით და ვერ ხვდებოდნენ, რატომ იყო აუცილებელი, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ამ თავდასხმასთან დაკავშირებით დაინტერესებულიყვნენ და დაიწყოთ გამოძიება. უახლესი წარსულიდან ჩვენ ახლა მაყურებელს ვაჩვენებთ კადრებს, რომელიც ქართული ოცნების ოფისთან არის გადაღებული ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე, როდესაც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები შეიკრიბნენ ქართულ ოცნებასთან და ქართული ოცნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აპროტესტებდნენ. სწორედ კვერცხები დაუშინეს ქართული ოცნების ოფისს, რომელიც არც სტრატეგიული ობიექტი აეროპორტისაგან განსხვავებით არის შენობა, არც ერთ ადამიანს იქ კვერცხი არ შეხებია. შენობას დაუშინეს სწორედ აქტივისტებმა კვერცხები და ამის გამო დაკავებების სერია მოაწყო ძალოვანმა უწყებამ. დააკავეს სამოქალაქო აქტივისტებიც, პოლიტიკოსებიც, რამდენიმე დღით ისინი იზოლატორებში გამოკეტეს და შემდეგ ფულადი ჯარიმით გაათავისუფლეს. ამიტომ ახლა ლოგიკურად ჩდება კითხვა, მაშინ როდესაც ქართული ოცნების ოფისისთვის კვერცხის სროლის გამო ადამიანებს იჭერდნენ, რატომ არ იწყებს გამოძიებას და რატომ არ ხდება იდენტიფიცირება თავდამსხმელების იმ ხალხის, ვინც ფიზიკურად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს გაუსწორდა. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდგომ აქციებზე, როდესაც რაღაც აქტივისტების ჯგუფთან ერთად რამოდენიმე პოლიტიკოსაც დაგვდეს ბრალი, რომ კვერცხებს ვისროდით ქართული ოცნების ოფისის მიმართულებით. აქ ის არ იყო ვინმე ადამიანი კი არ იყო მეორე მხარეს, ოფისის მიმართულებით. მაშინ ეს ხალხი ძალიან გააღიზია და ისეთ ძალადობრივად დაგვაპატიმრეს პოლიტიკოსებიც, აქტივისტებით. მე პირადად 2 ღამე გავატარე მაშინ იზოლატორში და შემდეგ დაგვაჯარიმეს ფინანსურადაც. იყო მხოლოდ კედელზე კვერცხის სროლა. ეხლა ამას თუ შევადარებთ იმას, რომ
დღეს ცოცხალ ადამიანებს ესვიან ამ კვერცხებს. თან ეს ცოცხალი ადამიანი 70 წელს გადაცილებული ქალბატონია, რომელსაც ამის გამო დაზიანებები მიიღო და ამის უკან შენ უბრალოდ იმიტაციასაც არ აკეთებ, რომ ვიღაცა უნდა დაისაჯოს. ხო, ეგ ორმაგი სტანდარტია, მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ჩვენ ცხოვრობთ ვითარებაში, როდესაც ხო, ჩვენ ვისჯებით ყოველდღიურად, რა ვიცი, მრავალი 1000 ლარიანი ჯარიმებით და მეორე მხარეს არიან ადამიანები, ვისაც ნაწამები ყავთ ხალხი, ხო, 300-ზე მეტი ადამიანი ყავთ ნაწამები და ამაზე რეაგირება არ არის. ქართული ოცნების ოფისთან, როდესაც გამოხატვის თავისუფლების სრული დაცვით, როდესაც შენობას და არა ადამიანს, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში კვერცხები იქნებოდა ეს საღებავები, უბრალოდ სტიკერის მიკრა თუ ასე შემდეგ, ამით ცდილობდი რომ გამოგეხატა შენი პროტესტი, მაშინ როდესაც მედიის წარმომადგენელი ცემაში მოკლეს, ამ დროს 1000-მდე ადამიანი დააკავეს, მათზე ფიზიკურად იძალდეს და მაგალითად ჩემ შემთხვევაში მოხდა ისე რომ რაც 20 დღის გასვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამერიკა და მითხრა რომ კადრებში ამომისცეს. ეს ხდება ქართული ოცნების მიმდებარე ტერიტორიაზე, შიგნით ახლოსაც კი არ მიგვიშვეს, ანუ ეგრეთ წოდებული პარკინგის ტერიტორიაზე არ შეგვიშვეს და ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახერხა და იქ ქუჩაში შუაღამით ამოგვიცნო ადამიანები და ამის გამო ქონა სასამართლოები და დაგვაჯარიმა. ერთ შემთხვევაში კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისთვის არსებობს სტრატეგიული ობიექტი, სადაც არ შეიძლება გამოხატო პროტესტი, მეორე შემთხვევაში კი ადამიანი პრეზიდენტი 72 წლის ქალი, რომელიც წარმოადგენს შენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე, მასზე თავდასხმა თურმე მისაღებია და ამის გამო არავინ პასუხისგებაში არ მიეცემა. ის რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სტრატეგიული ობიექტია და მასთან ახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის გამართვა არ შეიძლება, ეს არგუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელებისგან არაერთხელ მოგვისმენია. ასეთი ერთ-ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა მაშინ, როდესაც აზიმუტის პირველი რეისი შესრულდა, შეიკრიბნენ გაბრაზებული ადამიანები, რომლებმაც ქართული ოცნების რუსული პოლიტიკა გააპროტესტეს, თუმცა მაშინ აეროპორტთან მიახლოების შესაძლებლობაც კი არ მისცეს საქართველოს მოქალაქეებს პოლიციის თანამშრომლებმა, მაშინ როდესაც ორგანიზებულად ქართული ოცნების ტიტუშკები შუაღამით შეიკრიბნენ, დახვდნენ სალომე ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში, აანონსებდნენ თავდასხმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიმართ, კვერცხები დაუშინეს აეროპორტის ტერიტორიაზე, პოლიცია მიმდებარე პერიმეტრზე იყო, თუმცა მათ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ, პირიქით მათ ველი მოუსუფთავეს თავდამსხმელებს იმისთვის, რომ უფრო კარგად და სწრაფად გადასულიყვნენ მოქმედებაზე და თავს დასხმოდნენ სალომე ზურაბიშვილს. ეს ყველა ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ქართული ოცნების მიერ იყო სწორედ ორგანიზებული, წახალისებული თავდასხმა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, რომ არა ადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი პოლიტიკური ნიშნით, ეს არის მძიმე დანაშაული, შესაბამისად ელოდება ახლა ძალოვანი უწყებისგან რა კვალიფიკაციას მიანიჭებენ ამ საქმეს და რა მუხლით დაიწყებენ გამოძიებას.